სამი რამე აღმოაჩინა საბჭოთა ადამიანმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ერთი რომ მას აქვს სხეული და ეს მისი სხეულია. მეორე აღმოაჩინა სექსუალობა და მესამე აღმოაჩინა ფული. ქართულ მამაკაცებს თავიანთი ოჯახები მიტოვებული ყავდათ პრაქტიკულად და ორცოლიანობაც კი იყო. სიამოვნება სხვაგან იყო და ვალდებულებები სხვაგან. ქართველი ქალებიც გათავისუფლდნენ ამისაგან და ახლა ქართულ მამაკაც პრინციპში ჩემი დაკვირვებით რაღაც იდენტობის პრობლემაც აქვს. პრობლემა აქვს ქალების თავისუფლებასთან. შური ხო არ არის? მე ვიტყოდი შიშს. პრაქტიკულად იმას, რაც ჩვენ ახლა დღეს ქურდულ მორალს ვეძახით, ეს იყო სანიმუშო ცხოვრება, ეს იყო კარიერის ერთ-ერთი გზა. საქართველოს კუთხეები ერთმანეთს არ იცნობდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ადამიანი მიმაგრებული იყო თავის საცხოვრებელ ადგილს და ცხოვრება ისე გაივლიდა, ის ერთხელაც ვერ ჩამოვიდა და თბილისში. ქართული სუფრაც კი პრინციპში იყო სისტემასთან დაპირისპირება. ეს იყო ქართველების შეთქმულება. დამოუკიდებელ ქართლს როგორ წარმოუდგენია ეცია საშუალო სტატისტიკურ ქართლს, რომ შემოღობილია ტერიტორია, სადაც მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ და ვერფრენები მოფრინავენ და ბრენდულ ტანსაცმელს, საჭმელს ყრიან ზევიდან